პაპუაშვილი საკმაოდ შორი მანძილიდან დაარტყა და მოიგერია ეს ბურთი დადეშკელიანმა. ვიცით რომ პაპუაშვილს კარგი დარტყმა აქვს, არაერთი გოლი გაუტანია ლამაზი გასროლით, ლამაზი გოლი გაუტანია შორეული გასროლით. ვარდნა შედეგოა, ეს ვარდნაც შედეგოა და გაგრძელდა გაგრას შეტევა, საკმაოდ სახიფათო შეიძლება იყოს და საკუთარ კარში ჩაჭრეს ბურთი. საკუთარ კარში ჩაჭრეს ბურთი ფოთელებმა. საინტერესო გადაცემა გააკეთა. აკი გიუნაშვილი ვერ აკეთებს ვარდნას, პედრო ანტონიო გადის დასარტყმელზე პრინციპში და რომ არ ახარებავა იქ ცალკარში აგდებდა გოცილიცე. ესეც აღსანიშნავია მაინც ყოველ შემთხვევისთვის. 100%-ით გოლს გაიტანდა თუ არა ვერ გეტყვით, მაგრამ არ უნდა გაჭირვებოდა წესით და რიგით ცალკარში ბურთის გადაგზავნა დავით გოცილიძეს. მაინც მინდა რომ რამდენად ხარებავა საქციელი გავამართლო ნავირებული და წამოდგება საბოლოო ჯამში. მომენტი კი შეექმნათ, აქ ნახეთ, ძელმა იხსნა ჯერ გაგრა, შემდეგ იხსნა გოცილიძემ და შემდეგ სიუკავემ. კიდევ ერთხელ შეგვიძლია ეს მომენტი ნახოთ, აქ გადარჩა პლიუშჩის დარტყმის შემდეგ. მეორე დარტყმას დიდი ალბათობით მერვე ნომერი აცილებდა. ძალიან სახიფათოა ეს შეტევა, შეიძლება ფაჩულია წავიდეს 1-1-ზე მეკარესთან. ფაჩულია დარტყმა და 1-1. ანგარიში გაათანაბრა ფოთის კოლხეთმა. ანგარიში გაათანაბრა, მეტოქის შეცდომით ისარგებლეს იქ. ნახოთ თავიდან ბოლომდე ეს იერიში. აქ გადაახტა ბურთი სანტოს. შემდეგ კაპანაძის გადაცემა ფაჩულიაზე და 1-1-ზე გასულმა დიტო ფაჩულიამას გაიტანა თავისი გოლი, ვერ დაეწია მას პედრო ბორჯესი, უნდა ჩაუთვალოთ ასევე აქტივში საგოლე გადაცემა ნიკოლა კაპანაძესას. დიტო ფაჩულია და 1-1. ყველაფერი კარგად შეასრულა აქ მე-40 ნომერმა. აი ნახეთ, არდაზიშვილი აქ რა მარტივად აკეთებს ყველაფერს. პლიუშჩის უბრალოდ თავბრ დაახვია. გოცელიძემ კი უკან დააუბრუნა ბურთი დასტარტყმელზე გასულ გიორგი პაპუაშვილს. აი ეს რომ მოძრაობა არდაზიშვილის, რომელიც ძალიან ტექნიკურია. არში დარტყმამდე თუ მეიყვანს გაგრავ, ნახოთ. ნახეთ ეს დარტყმა და კარგი იყო. ეპიზოდის გემირებად მოგვევლინე. ნახოთ ზოიძე რომელმაც კარგად დაარტყა ნამდვილად და დადეშკელიანმა რთული ბურთი აიღო აშკარად. ნახოთ კიდევ ერთხელ ეს მომენტი. ოსիկ მაჩულის ჩაწოდება და დადეშკელიანი იგერიებს ბურთს, შემდეგ მცველებმა გამოიტანეს. ვინ ურტყამდა? კარში ურტყამდა კლაუდინიო, როგორც ქუთათელაძეზე. ეს გვაინტერესებს. ბურთზე თამაშობს სიუკაევი. აშკარად ბურთზე თამაშობს და ყოჩაღამისთვის აი აქაც გამოჩნდება რომ ბურთზე თამაშობს სიუკავი, არანაირი გაწმილებულია მომენტი თავიდან ბოლომდე. აი ეს ნახოთ აქ რა მოხდა. ამოდის ცინცაძე, დროულად ამოდის თუ არა, აი ეს გადაწყდებოდა მერე უკვე. მაგრამ აქ ნახეთ, ჯერ აუღო ქუთათელაძეს, შემდეგ გადაურჩენია ოსიყმაშვილს. აქ უკვე სიუკავი არაფერ შუაშია. მანამდე აი ეს სეივი ქუთათელაძესთან არის ალბათ თავარი ჰაილაითი მეორე ტაიმის. შემდეგ კი ოსიყმაშვილი, რომელსაც ბურთი გამოიტანა ცარიელი კარიდან. არდაზიშვილი ისე შეიძლება ზუსტი პასის გაკეთება, კარში დარტყმა და ეს გოლია. ეს გოლია და ეს გოლი დავი კლაუდინეის ანგარიშზეა. ალექსანდრე დადეშკელიანმა გურდი ვეღარ გადაარჩინა. 1-2 ბურთელი ამ გოლს დარტყმა მართლაც ჩინებული გამოუვიდა, ვერაფერს გააწყობდა აქ დადეშკელიანი. ესეთი წარმავალი ტრაექტორიით ძლიერი დარტყმა თან და ვეღარ გაამაგრებდა ხელს აქ დადეშკელიანი. კიდევ ერთხელ გამეორებით ამასობაში ისევ გაგრა შეტევაში, რიჩმონდის პასი და ინაღამ კიდევ ერთი გოლი გავიდა აქ ფოცკოხეთის კარში. ოსიყმაშვილი, არდაზიშვილი
ძალიან ტექნიკურად ურტყამდა გადის მიმართულებით.